აი ეს ჭრიჭინების ხმა ბავშვობიდან, როდესაც ამ 100-წლოვანი ცაცხვის ძირში მოდიოდით ბავშვები, სადაც ყოველთვის გრილა, ყოველთვის ისმოდა. ეხლა ვიმყოფებით ბაღდათის რაიონში, გოგსაძეებში ვართ და გაგასაუბრებთ გოგსაძეებს, რომლებიც მოგყვებიან თავიანთ ისტორიას, რაც ბაღდათში არის. ეხლა გაგაცნობთ ერთ ძალიან კარგ ადამიანს, დავით გოგსაძეს, რომელიც ბაღდათელი გოგსაძეების ისტორიას მოგვიყვება. გამარჯობა დავით. მოგესალმებით ბექა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჩვენი გვარის დაინტერესებისთვის. გაიხარე, დავით, ეხლა სადა ვართ, სად ვიმყოფებით? ეხლა ვიმყოფებით ბაღდათში, გოგსაძეების უბანში. ეს არის უბანი, სადაც ძალიან გოგსაძეების უბანი ქვია, აი დაახლოებით ქვედა ქუჩას, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად დასახლებული არის გოგსაძეები. ძალიან კარგი. ეს ხე, ცაცხვის ხე, მე ბავშვობიდან ამოდიოდი ხოლმე აქ სოსიგრილერი. რა შეიძლება ამ ხეზე მითხრა, ვისი დარგულია, გოგსაძეების დარგულია? ეს ხე არის გოგსაძეების დარგული, ხე დაირგო დაახლოებით 1920-1915 წელს, ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა ძველი თაობიდან გადმოცემით, ვისაც ახსოვს და მოდის, ეს არის დარგული, თუ არ ვცდები, ილია გოგსაძე იყო ესეთი ჩვენი წინაპარი, ვინც დარგო ეს ხე და უკვე 100 წელზე მეტია, თითქმის 100 წელია, რაც ეს ხე არის და გვილამაზებს ბავშვობას თუ ახალგაზრდობას თუ ყველას და ძალიან საკმაოდ სასიამოვნო ადგილი და გარემო. ძალიან კარგი. და როგორ მოხდნენ სანამ ამ ხეს დარგავდნენ გოგსაძეები ბაღდათში, ბაღდათის ტერიტორიაზე? გოგსაძეები ბაღდათში. ნუ თუ დავეყრდნობით სამეცნიერო ნაშრომებს, როლან თოფჭიშვილი ესეთი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი, რომელსაც აქვს ნაშრომი როგორ წარმოიშვა ქართული გვარსახელები და იქ მოცემულია პირველად ნახსენები არის გოგსაძეები ბაღდათში დაახლოებით მე-15-მე-16 საუკუნეში 1578 წელს. თუმცა მას მერე როგორც ჩანს ფეხი ვერ მოიკიდა ამ გვარმა, ზოგადად წარმოშობით ეს გვარი არის რაჭიდან და შემდეგ უკვე დაახლოებით 1830-35 წლებში ორი ძმა ჩამოვიდა რაჭიდან, ესენი იყვნენ ველევიდან, კონკრეტულად სოფელი ველევიდან არიან წარმოშობით და იყვნენ ხის ხელოსნები, რომლებიც მუშაობდნენ მოგეხსენება იმ პერიოდში. სახელები ხო არის ცნობილი, ვინ იყვნენ? ალექსანდრე და ამბროსი გოგსაძე. ალექსანდრე და ამბროსი გოგსაძე, ორი ძმა, რომელიც ჩამოვიდა ხის ხელოსნად მუშაობდნენ და შემდეგ უკვე დაოჯახდნენ და დასახლდნენ. ალექსანდრე დასახლდა აქ გოგსაძეების უბანში, ხოლო ამბროსი გოგსაძე დასახლდა ზედა ბაღდათა ქვია, უბანს დააღწევა დაბლა მხარე არის, სადაც ასევე გავრცელდა გოგსაძეები. ამ უბანს კონკრეტულად ვინაიდან მთლიანად მიწები იმ პერიოდში გადანაწილდა ალექსანდრეს თავმოვლებზე, იქიდან მოდის გოგსაძეები და ეწოდება გოგსაძეების უბანი. ეს არის აქედან იწყება დაახლოებით 1830 წლიდან უკვე გოგსაძეები ბაღდათში, სადაც მოიკიდა მყარად ფეხი და დღემდე უკვე საკმაოდ გავრცელებული გვარი არის ამ მხარეში და ამ რეგიონში გოგსაძეები. დაახლოებით რომელი საუკუნიდან ან რომელი წლებიდან ეწოდება გოგსაძეები ამ ლამაზ მთიან ადგილს? ოფიციალური წყაროებით ესე რომ რაღაცა ქუჩას ერქვას რაღაცა გოგსაძეების ქუჩა, რამე ესეთი მსგავსი რამე არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მასიურად დასახლებული არის გოგსაძეები, სრულად 100%-ით გოგსაძეები არის დასახლებული ამ უბანში და ახლობით 1950-იანი წლებიდან უკვე ბაღდათში მოიხსენიებენ როგორც გოგსაძეების უბანს და ხალხისთვისაც ცნობილია უბანი როგორც გოგსაძეების უბანი, თუმცა კიდევ ერთხელ ოფიციალურად რომ ამ ქუჩას რაღაცა სახელი ეწოდოს ესე და ქუჩის სახელი რაც გოგსაძეს ქუჩა ან ამ მსგავსი არ არის. უბრალოდ ცნობილი არის ამ მოცემულობიდან რომ სრულად გოგსაძეებით არის დასახლებული, გოგსაძეების უბნად არის. მე ბავშვობიდან მახსოვს რომ ჩამოვდიოდი, ბაღდათში ცხოვრობდა დედა, გაიზარდა, მაგრამ რო ავდიოდი ხოლმე ვიჯახდით გოგსაძეებში მივდივართ ხოლმე რაიმე აღმაშენებლად ქუჩაზე რაღაცა და გოგსაძეებში მივდივართ და ჩვენ ნამდვილად ესეა. ყოველთვის ეს ადგილი გოგსაძეებად მოიხსენება და დღემდე ესე არის და მინდა რომ მე ჩემ თაობაში ისე გადაცე ესე უნდა ვახსენოთ რომ ეს ადგილი არის გოგსაძეების. ბავშვობაში წყაროს წყალს ვსავდით ხოლმე ხშირად და ძალიან ხშირად იყო რომ წყაროდან წყალი მოიტანე, გვეძახდნენ რაღაც თავდიოდის ბავშვები ჩაიძნებით ან პატარა თონგებით და ამ წყაროზე რა შეიძლება რომ გითხრა? წყარო არის ორი წყარო, მოცემული ერთი არის ზედა წყარო, რომელიც შედარებით ახალია, თუმცა არის მეორე წყარო ღელეში, რომელიც საკმაოდ ძველია და ამ წყაროს ეწოდება აქვე ეძახით თამარ მეფის წყაროს.
ლეგენდის თანახმად ამ წყაროზე წყალი აქვს დანალევი თამარ მეფეს და აქედან გამომდინარე ეწოდა ეს სახელი. ეს წყარო რეკონსტრუქცია გაუკეთდა უკვე ბოლო პერიოდში რაღაცა შრებოდა ისე იყო და დაახლოებით 1990-იან წლებში რეკონსტრუქცია გაუკეთდა, აუზი გაკეთდა, რამაც საშუალება მოგვცა რომ წყარო გადაგვერჩინა და დღემდე ფუნქციონირებს და შეგვიძლია მოვინახულოთ კიდევ. გოგსაძეების წყარო რომელიც თამარ მეფეს წყაროს ეძახით იმიტომ რომ დალევი. ძალიან კარგი. აქ ბევრი გოგსაძეები შეიძლება არ არიან, უფრო მეტი და ძირი რაჭაში არის და ციათურაში, მაგრამ მაინტერესებს თუ არიან გმირები, ომის გმირები, კი ბატონო. არიან გოგსაძეები, რამდენიმე გოგსაძე არის ცნობილი, ვინც იბრძოდა როგორც აფხაზეთში, ისე სამაჩაბლოში, თუმცა არის ერთ-ერთი მურთაზი გოგსაძე, რომელიც აფხაზეთის ომის გმირი არის და ძალიან გვიამაყება გოგსაძეებს ეს და არის შესაბამისი წოდებაც აქვს გადაცემული, დაჯილდოებულია სახელმწიფოს მხრიდან, არის მემორიალზე მისი სახელი ამოტვიფრული და ეს ცნობილი ადამიანია. თუმცა მან ასასრულამდე 5 ადამიანი ქართველები გადაარჩინა. როგორც ინფორმაცია არის, როგორც მისმა მეგობრებმა მოყვნენ, ვინც გადაარჩინა, სასაფრებაში მოყვნენ და მურთაზის თავის სიცოცხლე გაწირა, მურთაზი გოგსაძემ რომ გადაერჩინა ეს 5 ადამიანი და სამწუხაროდ გრანდამეტის ასკოლგით ესე ვთქვათ დაიღუპა მურთაზი და დარჩა მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი. მამაც იბრძოდა ომში. მამაც იბრძოდა სამაჩაბლოშიც და აფხაზეთშიც, მამაც ორივე ომის ვეტერანი არის და ორივეგან ნაბრძოლია. ამიტომ თქვი არის რამდენიმე ადამიანი, არა მარტო ერთი, ვინც იბრძოდა, თუმცა რეალურად გარდაიცვალა მურთაზი გოგსაძე და არის გმირად წოდებული და შესაბამისი ორდერი აქვს გადაცემული. მაინტერესებს სულ რამდენი იქნებით გოგსაძეები და დაახლოებით ბაღდადში რამდენი იქნებით? დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 2057 გოგსაძე არის საქართველოში, აქედან 387 ადამიანი არის ბაღდადში. არც ისე დიდი გვარი ვართ, თუმცა ბაღდადში საკმაოდ გავრცელებული არის. ძირი როგორც უკვე ვთქვით არის რაჭიდან, თუმცა გავრცელება მოხდა როგორც ჭიათურაში, მოხდა საჩხერეში, ტყიბულში არის ბაღდადში საკმაოდ გავრცელებული, ლაგოდეხშიც არის გოგსაძე, ძირითადი რაოდენობა ეს არის. ერთეულები სხვადასხვა რაიონებში და ქალაქებში არის, თუმცა ძირითადი გავრცელება არის ეს. წამოვიდით. 387 ადამიანი არის ბაღდადში. იქნება ბაღდადის ტერიტორიაზე. გამოჩენილ ცნობილ გოგსაძეებზე რას გეტყვით? გოგსაძეები, ზოგადად გოგსაძეების გვარი სხვადასხვა ისტორიულ ნაშრომებზე ერთ-ერთი წინაზეც ვახსენეთ, დაახლოებით მე-12-19 საუკუნეებში მოიხსენიება აზნაურებად და სამეფო კარის გლეხებად მოიხსენიება, ასე ვთქვათ, წარჩინებული გვარი იყო. რაც შეიძლება ხება ბაღდადში, იყო სოფლის თავი მაგალითად ერთ-ერთი პროკლე გოგსაძე, რომელსაც დაახლოებით 1935 წელს გზა, რომელსაც ჩვენ აქ ამოვედით, სამანქანო გზა, მისი ინიციატივით და თაოსნობით გაიჭრა, მანამდე უბრალოდ ბილიკი ამოდიოდა. ასევე 1925 წელს დაარსდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო პროკლე გოგსაძე და ხშირად იყო ხოლმე შეკრებები აქაც გოგსაძეების უბანში, სადაც ხდებოდა წერის და კითხვის სწავლება სხვადასხვა დაინტერესებულ ადამიანებზე. ასევე იყო მომღერალთა ანსამბლი, მაგალითად, სადაც შაქრო გოგსაძე უშუალოდ მღეროდა და იყო ერთ-ერთი სტოლისტი ამის. ძირითადად იყო სხვადასხვა ესეთ ხელოვნების საკითხში, ესე ვთქვათ, იყვნენ მასწავლებლები, მოძღვრები, ბევრი არის ისტორიიდან ცნობილი. სასულიერო პირებიც არიან დიახ გოგსაძეები და არის რამდენიმე ვერ ვიტყვი რომ ძალიან ბევრი, თუმცა დაახლოებით 3 პირი, რაც ისტორია შემოგჩა და ვიცით, ბაღდადში არიან სასულიერო პირები. მასწავლებლები, მომღერლები, საკმაოდ ცნობილი და საკმაოდ აქტიურად ჩართულები იყვნენ ბაღდადში. სხვადასხვა საქმეში კულტურულ ნაწილში რომ რაღაცა გავრცელება და მეტად გაზიარება მომხდარიყო ეს სხვადასხვა მოსახლეობა. ორი შაქრო გოგსაძე იყო, რომელიც მომღერალი იყო. ორი შაქრო გოგსაძე იყო, რომელიც მომღერალი იყო. ერთი ბაბუა იყო შენი, რომელიც ასევე პედაგოგი იყო ბაღდადში, მაიაკოვსკის სახელობის სკოლაში და ძალიან გვიყვარს, გვახსოვს და ძალიან დიდი კვალი დატოვა ესე თქვა ჩვენზე და იყო ასევე მეორე შაქრო გოგსაძე, რომელიც მღეროდა მასთან ერთად და ჰქონდათ ანსამბლი. ძალიან კარგი. ეხლა რას მიჩვევ? სად წავიდე მე პირველი რომელ ხარეში რომ გოგსაძეებს მივაყლიო და იმათი ისტორია იქავიკო. ძირი, მოკლედ ესე ვთქვათ, გოგსაძეების გამოიკვლიო, აუცილებელია რომ წახვიდეთ რაჭაში. რაჭა არის საიდანაც წარმოვიდა ზოგადად ეს გვარი.
ეს არის როგორც გითხარით, ველევიდან იყო ეს ორი ძმა, ვინც გადმოვიდა ბაღდადში, თუმცა ლიხეთიც არის ესეთი სოფელი რაჭაში, სადაც ასევე გოგსაძეებით არის მასიურად დასახლებული. მე ვფიქრობ, ამგვარი ძირის გამოსაკვლევად მნიშვნელოვანი იქნება, რომ რაჭას ესტუმროთ და იქ მეტ ინფორმაციას მოგაწვიან კიდე უფრო ძველი გოგსაძეების შესახებ. ხო და ეხლა მე შეგკვირდები, რომ გოგსაძეების სიმღერის ფონზე გაუყვები გზას და რაჭასაც მოვინახულებ და სხვა ადგილებსაც სადაც არიან გავრცელებული. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. აგრეთელი გოგსაძეებიდან დავიძარით და რაჭაში აღმოჩნდით, სოფელ ველოში. ეხლა ვიმყოფებით გაბულის მთასთან, რომელიც სოფელ ველევის სავიზიტო ბარათი არის გოგსაძეების დასახლებაში. და ბატონ გელა გოგსაძეს გავისაუბრებით თუ როგორ მოხდნენ აქ გოგსაძეები. გამარჯობა ბატონო გელა. გამარჯობათ. კარგ გრილადგილას მოვედით რაჭაში. რაჭაში სიგრილი და ლამაზი ბუნება უცხო არ არის ყველასთვის. როგორ მოხდით აქ რაჭაში გოგსაძეები? ამბროლაურის რაიონის სოფელ ველევში ვიმყოფებით ახლა ამჟამად. ველევში სულ რაღაც 15-16 კომლია გოგსაძეების და როგორც ჩვენი წინაპრებიდან გადმოცემით ვიცით, ეს გოგსაძეები ჭიათურის რაიონის სოფელ ცხილათიდან არიან გადმოსული. რაჭაში სამ სოფელში არიან ძირითადად განთავსებული გოგსაძეები, ეს არის ველევი, ხონჭიორი და ლიხეთი. თქმულების მიხედვით სამი ძმა გადმოვიდა ცხილათიდან, სოფელ ცხილათიდან, ერთი ველევში დასახლდა, მეორე ხონჭიორში დასახლდა და მესამე ლიხეთში და მათი შთამომავლები ვართ მოკლედ რაჭველი გოგსაძეები. ტაძარი შეუნიშნეს სოფელში სანამ აქ მოვიდოდით. ახალი აღდგენილი არის. უკავშირდება გოგსაძეების გვარს? კი ბატონო, მოგახსენებთ, ველევის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ამშვენებდა 2 საუკუნის წინ აშენებული ტაძარი. მე მოგახსენებათ კომუნისტების დამოკიდებულება ტაძრების მიმართ. მე-20 საუკუნის შუა 30-იან წლებში მოკლედ ეს ტაძარი იქნა გადახდილი სახურავი, იმის სახურავი გამოყენებული იყო სკოლისთვის, ასევე კანკელის როგორც ვიცი დაშალეს და სკოლის მერხები გააკეთეს იმისგან. შემდეგ ჩამოიქცა კედელი უსახურავო შენობა წარმოიდგინეთ ანდეხას გაძლევდა, ჩამოიქცა სახურავი და ჩემს მეხსიერებაში ეს ეკლესია იყო მხოლოდ კედლები დარჩენილი. 1991 წელს მოგხსენებათ საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა იყო რაჭაში და ეს კედლებიც მიწასთან გაასწორა და საერთოდ ამოდენიმე წლის შემდეგ დაიფარა მიწით და ბუჩქნარი და ტყე ამოვიდა ზემოთხვიან. მერე გავიდა პერიოდი და ამ 3-4 წლის უკან მოხდა მართლაც სასწაული ჩვენ სოფელში. ჩემი ან თქვენი მონამორჩილის თაოსნობით, კეთილი ადამიანების დახმარებით მოხდა დაიწყო ამ ეკლესიის აღდგენა. და დღეს როგორც ნახეთ უკვე აღდგენილია ეს ტაძარი, ამ წუთში მიმდინარეობს კანკელის მონტაჟის სამუშაოები, ნაწილი მასალა მოტანილია, ნაწილი სახელოსნოშია და ამ დღეებში გადმოვა და უკვე ვფიქრობთ რომ აგვისტოს ბოლოსთვის ეს კანკელი სრულად იქნება დამონტაჟებული და მიიღებს დაიბრუნებს პირვანდელ სახეს. აქ ამ ტაძრის მშენებლობაში რა თქმა უნდა გოგსაძეებს ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული, ამ ძირითად მშენებლებთან ერთად მთელი სოფელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის გოგსაძეებს ძალიან დიდი წვლილი აქვს მიღებული ტაძრის აღდგენაში. ანუ თქვენი თაოსნობით, გელა გოგსაძის თაოსნობით, მოგცათ უფალ მამის ძალა და აღადგინეთ ეს ტაძარი. დიახ, ღმერთმა ინება რომ ჩემი თაოსნობით დაწყებული ყო ეკლესიის აღდგენა და ღვთისნებით დღეს აღდგენილია ჩვენი ტაძარი. დიდი მადლობა ამ ღვაწლისათვის და მაინტერესებს სასულიერო პირები თუ იყვნენ გოგსაძეები. სასულიერო პირები ჩვენს სოფელში არ მოღვაწეობენ, ზოგადად არიან სასულიერო პირები, რომლებიც სხვადასხვა ეკლესიებში მოღვაწეობენ დღესდღეობით. ეხლა მოქმედი გოგსაძეები არიან სასულიერო პირები? კი. გოგსაძეების გენეალოგიური ხე მჭირავს ხელში. და პირდაპირ გადავალ კითხვით. გამარჯობა. გამარჯობა. გისმენთ. მაინტერესებს როგორ მოხდით სოფელ ხონჭიორში გოგსაძეები? კი ბატონო. როგორც გადმოცემით ვიცი, ხათაშორის დავიწყეთ ამაზე მუშაობა 10-15 წლის წინ მე და ბიძაჩემა ალექსი გოგსაძე, რომელიც ახლა გარდაცვლილია. ხო და იმის ლაპარაკით, იმისი გადმოცემით, როგორც ამბობენ, ველევიდან ყოფილვართ. მაგრამ ზუსტი ინფორმაცია ამაზე მაინც არ გვაქვს. დაახლოებით რამდენი კომლე იქნებით გოგსაძეები? აქ 5 ვართ. კი, 5 ვართ და ეს ზუსტი ინფორმაცია როგორც გითხარით, რომ არ არის ამაზე.
ბიძაშვილმა და მე გამოკვლევები დავიწყეთ. კიდევ იყო იმისი და სამწუხაროდ ახლა ორივე გარდაცვლილი არიან და მე გარდაცვალების შემდეგ მე და იმისმა ქალიშვილმა ნანამ ავიღეთ ეს ყველაფერი ხელში, რომ გაგვეკეთებია ზუსტი ესე იგი ინფორმაციები. ნუ როგორც შევძელით, რანაირად შევძელით, გავაკეთეთ ეს ყველაფერი. და წიგნის სახით გინდათ რომ გამოსცეთ? წიგნის სახით იცით რა არის, უკვე გადავეცით ინფორმაციები აი ამ გვარების ისტორიის შემქმნელებს. და ალბათ უახლოეს პერიოდში იქნება ჩვენი გვარი აი ამ წიგნში მოთავსებული. რა ინფორმაციებით შევკარებთ ჩვენ, არა ზუსტად ის გადავეცით მე და სხვათა შორის ილია გოგსაძე. იყო სხვადასხვა ადამიანების კიდევ რაღაცა შემოთავაზებები, აი პროფესორი ვახტანგ გოგსაძეს მიერ თქმული ჰიპოთეზა თუ საიდან იქნა ეს გვარი წარმოშობილი ბატონი ილიას მიერ, რომ გოგნის წმინდა გიორგიდან იყო ეს გვარის საწარმოშობა. შეიძლება დავაკავშიროთ, რომ გოგნის წმინდა გიორგის უკავშირდებოდეს გოგსაძე გვარი. დიახ, ჰიპოთეზა არის ამაზე. ზუსტი ინფორმაცია სამწუხაროდ, აი ვერ მოვიძიეთ ვერსად. მაგრამ ამის ჰიპოთეზა არის. კი, ჰიპოთეზა ის ორნაირი ჰიპოთეზა არის ამისი, რომ გოგნის წმინდა გიორგისთან არის იქ იყვნენ მსახურები. მსახურები იყვნენ და პირველი გვარი გოგსაძის გვარი, რომელიც დეკანოზი იყო, არის მე-17 საუკუნეში. მე-17 საუკუნეში. ამის სახელი და გვარი გადაცემული მაქვს. მე ახლა ზუსტად არ მინდა რომ მოგატყოთ ხო? კი. და კიდე ერთი ლეგენდა არსებობს გორგასლიდან მოდიოდა. კი ბატონო, ეს ინფორმაცია მოგვაწოდა პროფესორი არის ეს ადამიანი ვახტანგი გოგსაძე. რომელმაც ბროშურა გამოუშვა. შორის ბაღდადილმა გოგსაძემა, ბაღდადილმა გოგსაძემა დამაყარეს, რომ გორგასლის შთამომავლები ვართ, ეგ ახსენეთ გადაცემაში და ეს ჰიპოთეზა არის, ხო? ისე ვერ ვიტყვით, აი რახან თქვენთანაც იგივე ინფორმაციას შევეჯეხეთ, აი გვაინტერესებს თქვენი ვერსია. აი როგორც გეუბნებით, არა? ეს გორგასლის ისტორია მე რო წავიკითხე ჯერ ეჭვს თვალით შევხედე რა თქმა უნდა მეთქი რა მაგრამ ისეთაირად საინტერესოა აქ ამას დაწერილი გაშიფრული აი როგორ მოხდა წლების მანძილზე მე გვარის ასიმილაცია და რო ამოვარდა რამოდენიმე 100 იქიდან არა და მივიღეთ გოგსაძეები და მე რაღაცა დამწერლობის შემდეგ რუსიფიკაცია რო დაიწყო არა შეიძლება ეს გოგ და შეიცვალა გოგსაძე ანუ აქ გოგსაძეები ხართ. კი, აქ ვართ უფრო ჩვენი შტო, აი რომ გაჩვენეთ თქვენ არის უფრო მეტად გოგსაძეები. ხო და აი ამის განაყოფები როგორც ამბობენ, აი ბერის ძმა, აი ზედა გოგსაძეები რო ცხოვრობენ, არა ისინი არიან გოგსაძეები. ბაღდადშიც უფრო მეტად არიან ყველა გოგსაძეები არიან. ანუ ეს ალბათ მექანიკური მექანიკურია, ჩემი აზრით და ყველას აზრით ეს არის ფუძე ერთი გვაქვს ჩვენ, ამაზე უკვე მივედით დასკვნამდე და ნუ დამწერლობის ვერსია და ჰიპოთეზაც არსებობს, რომ გორგასლიდან შეიძლება მოდიოდეს. კი, არის. მაინტერესებს კიდე სად არიან გოგსაძეები თქვენი დაკავშირებული. აი ხეთ ვიყავით ბაღდადში, ვიყავით სოფელველოში და ვართ თქვენ სოფელში ხონჭიაში. კი, იმერეთის გოგსაძეები არიან ცხილათი და კიდევ არის რამოდენიმე სოფელი, სადაც არიან გოგსაძეები. ცხილათში ყველაზე მეტი გოგსაძეები არიან და აი იმათი გადმოცემით, არა ჩვენ რაჭველ გოგსაძეებსა და იმერელ გოგსაძეებს რო ქონდა კონტაქტი, ხშირად წმინდა გიორგიობას არა ერთად იკრიბებოდნენ და დიდად კარგად აღნიშნავდნენ გიორგიობას. და გაქვთ გერბი. რა თქმა უნდა. რას გეტყვით ამის შესახებ? ესე იგი დაახლოებით 11 წლის წინ, როდესაც ჩვენ უკვე გქონდა შეხვედრა ამაზე და ვიმსჯელეთ როგორი ხატი გვინდოდა, წმინდა იყო ვარიანტი რაღაც წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის და ავარჩეთ ვლადიმირის წმინდა გიორგი. არა, ბოდიში ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი და წმინდა გიორგის გვაქვს დროშა. მოქარგული, ძალიან კარგი ემბლემით და ეს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი საკმაოდ დიდი 2 მეტრი არის მუხის ჩარჩოში ჩასმული და ძალიან საინტერესო და მოიარა კახეთი, იმერეთი. ახლა ჩემთან არის. ამ წუთას ჩემთან არის, კი. მაინტერესებს ანუ გვარი ბეზალოცა პატრიარქა. კი, პატრიარქა. ორივე გოგო და გოგო. გოგ და გოგს ეს დაილოცნენ.
ომის გმირები თუ არიან გოგსაძეები? ომის გმირი შეიძლება არ იყოს, მაგრამ მონაწილეები არიან. რა თქმა უნდა, არიან მონაწილეები. აი ბიძაჩემი მაგალითად ვახტანგი გოგსაძე პოეტიც იყო, პოეტი იყო სხვათა შორის და იოსებ ნონეშვილის მეგობარი ყოფილა. ექიმი იყო და ძალიან კარგი ლექსები ჰქონდა. და ის პირველი დაცემა რო იყო, ჯარში იყო გასული და ბრესტში. აი ბრესტშია დაღუპული, მაგრამ მისი არაფერი არ ვიცით. სიცოცხლე გაწირა ქვეყნისთვის და მეტი გვირობა აუცილებელია. ხო, აი რო მიანიჭა. ყველაზე ძვირფასი რაც გაჩნდა გაჭირა საქართველოს. ულამაზესი ადამიანი და კარგი პიროვნება. როგორც გამოჩენილი გოგსაძეების შესახებ. აი ახლა მე ვიცი მაგალითად, აი სამხედრო გზა, აი სამხედრო გზის მშენებელი ინჟინერი იყო ჩვენი ბიძა. ну ჩემი ბიძის ახლა უფრო წინაპირი სეითო გოგსაძე. სეითოს ეძახოდა, მაგრამ ისე მეტრიკაში სერგო წერია. და აი ჩვენი უღელტეხილი, ნაქერალოს უღელტეხილის დაპროექტება აი მაგის იყო. ბევრი კარგი პიროვნებები ყავდა ძალიან. პროფესორ კი ძალიან. აი ამათი ისტორიას რო სწავლობდი, აი ძალიან მიხაროდა, რომ აი ესეთი წარმომადგენლები ყავდა რა, ძალიან ძველი. ქალბატონ დარჯან, კიდევ მეტი საამაყო გოგსაძეები ვინ არიან აქედან დასავლეთ? აი, ყავს ძალიან კარგი პროფესორი ყავდა ლილი გოგსაძე. ერთ-ერთი საამაყო პიროვნება იყო საქართველოს მასშტაბით, რომელსაც პირდაპირ ურთიერთობა ჰქონდა ინგლისთან, აი ჩამოდიოდნენ ინგლისის მაღალი წრის წარმომადგენლები. ქალბატონი ლილი იყო მაგათი, ვთქვათ, შუამავალი მთარგმნელისა და ძალიან კარგი ისა ჰქონდა. ინგლისის დელეგაციის გიდი იყო ქალბატონი? გიდი ხო არ სჭირდებოდათ და პროფესორი იყო უნივერსიტეტში, ერთ-ერთი ძლიერი. ხო, მერე წარმომადგენლები ყავს კიდე რომლებიც აგრძელებენ მის შტოს, ახალგაზრდები არიან და რომლებიც წიგნი ინგლისური ენის სახელმძღვანელობი აქვთ გამოცემული. აი ამ გოგონებს, ახალგაზრდა გოგონები არიან, ერთ-ერთის ბუვა ვლადიმერ გოგსაძეს შვილები არიან. ძალიან კარგი ადამიანები არიან ისინიც. დანარჩენი ეკონომისტები ყავს ძალიან კარგი პოლიტიკოსები და დიპლომატი ახლა ამჟამად მე მგონი არის ბულგარეთში ელჩი, რა ქვია, ჩვენი გვარის წარმომადგენელი. კიდევ ძალიან მიყვარს და ვაფასებ ჩემს ილია გოგსაძეს, რომელიც კარგი ადვოკატია, კარგი იურისტია და მისი დაიკო ალბათ იცით თქვენ, ნათია ჟურნალისტი არის ისე. ხო, კი, ძალიან კარგი ადამიანები არიან და რა ვიცი, ყოველთვის ეკეთებს უსურვებ მათ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისათვის. ანუ ჩვენ დავიძრაით ბაღდათიდან, ჩამოვედით რაჭაში და რაჭიდან უნდა დავიძრეთ ჭიათურის მიმართულებით, რომ კიდევ მეტი დეტალი გავაკეთოთ გოგსაძეების შესახებ. კი ბატონო, პირიქით ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესებს ამ ჩვენი გვარის წარმომავლობით და წარმატებას გისურვებთ. ვიყავით ბაღდათში, გოგსაძეებში, ვიყავით რაჭაში, გოგსაძეებში და ჭიათურის წარმომადგენელთან ბატონ თემური გოგსაძესთან ვართ ახლა სტუმრად, რომელიც კიდევ უფრო დაზუსტებით მოგითხრობს გოგსაძეების გვარის შესახებ რაღაც დეტალებს, იმიტომ რომ იურისტი არის და ბევრად უფრო დასაბუთებულად იცის რაღაცები. გამარჯობა, ბატონო, ჩემო გამარჯობა. მაინტერესებს პირად საუბრებში სანამ გნახავდით, ვისაუბრეთ და როგორც გავარკვიეთ, გოგსაძეების წარმოშობის ადგილი ჭიათურა არისო. ნუ რაჭველებიც ამბობენ, რომ ჭიათურიდან გამოსულებია. ბაღდათლები ამბობენ, რომ ჩვენ რაჭიდან ვართ და მართლაც ეგრე არის, რომ ბაღდათში პირველი გადავიდა რაჭიდან. მაგრამ ჭიათურა რატო არის გოგსაძეების საწყისი წერტილი? პირდაპირ ესე ვერ შეიძლება ძალიან რთული იქნება ამის თქმა, თუმცა მე დიდი ხანია მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი გახდით, დაახლოებით 12 წელი ოფიციალურად. ამჯერადაც ბუნებრივია ვაგრძელებ სამეცნიერო საქმიანობას, უნდა გავაჟღერო. ამჟამად ჩემი სამეცნიერო კვლევის საგანი არის ღვთაებრივი სამყაროსეული, ემოციური ინტელექტი და ნეიროფიზიოლოგიური ასპექტები. ამ თემიდან გამომდინარე, რომელზეც უკვე თითქმის 25 წელზე მეტია ვმუშაობ. ეხლა 22 სექტემბერს გქონდა ისა პრეზენტაცია ამ თემასთან დაკავშირებით და
ჩვენ პრაქტიკულად გადავაწყდით მთელი საკითხებს, არტეფაქტებს, ხანძმეთ ტექსტებს საგვარეულო ისტორიებთან დაკავშირებით. და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემი გვარი მაინტერესებს გოგსაძეების და აქედან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი. სავარაუდოა, რომ ჩვენ აი ძველი იბერიულიც სვანებთან დღეს კიდევ შემორჩენილი სახელწოდების მიხედვით გოგსანები ვართ. გოგსანები, რომლებიც ოსტატი თარინგზელები იყვნენ, ანუ შემოქმედნი. ეს ოსტატობა სხვადასხვა სივრცეებში გამოიხატებოდა, ხუროთმოძღვრებაში, მხატვრობაში, მოხატულობებში, ესე ითქმება, რომ მოხატულობებს, ანუ ხატწერას გულისხმობდა, ხეზე კვეთას, ქვაზე კვეთას და რა თქმა უნდა, დაუზუსტებელი ინფორმაცია არსებობს, რომ ჩვენ ძუძუანში, ანუ ჭიათურის გამოქვაბულებში, უძველესი ხანიდან მომდინარე, ესე ვთქვათ, ბოჭკოვანი ნართის წარმოშობას, შექმნას, მისგან ნაკეთობების დამზადებას და ასე შემდეგ, მათ შორის მოიაზრებენ, რომ პირველი ქმნილი ესეთი ფარის საბრძოლო ხელოვნებისთვის ფარის გაკეთებასაც ვახდენდით და ამბობენ, რომ მე ხალიფაურია, ხალიბური პელოპონესის ომისთვის, როდესაც გამოიჭედა, ესე ვთქვათ, იარაღი, ხალიბური იარაღი, სხვადასხვა უნიკიანები, საჭრეთელები და ასე შემდეგ, მათ შორის ხმალი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც უკავშირდება ერთ-ერთ ჩემს გვარს, ისე როგორც ძალიან ბევრ გვარს, მაგალითად გველესიანებს, აბრამიშვილებს და სხვებს. ну, თავისთავად ხალხია წერეთლები, ამ ყველაფრის ერთ-ერთი ორგანიზატორები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა ეს გვარი შეიძლება სხვა წარმომავლობისაც იყოს კიდევ და აი აქედან ესე ვთქვათ, წიაღსვლებია გაკეთებული, რომ ჩვენ გოგსაძეები ძირძველი იმერული კოლხიბერთა ესე თქვი შტოს წარმომავლები ვართ, თუმცა იქამდეც მივდივართ, რომ სულ ქალდევ იბერთა დიდი ესე ვთქვათ, წარმომადგენლის მეფის ნებროთის ესე ვთქვათ, გენური რაღაც ნაპერწკლებიც ვართ და ეს გენი გადის გორგასალზეც და გადის მერე იქეთ იმერეთის პირდაპირ კოლხი. გორგასალზე როგორ გადის თუ ეს რეგისტრად ჩამიშალოთ, იმიტომ რომ ბავშვობიდან მე დედა ყავს გოგსაძე და ბავშვობიდან ესე ხუმრობით ბიძაშვილებს ხუმრობებით ხოლმე და ისინი ამბობდნენ გორგასლის თავმომავლები ვართ და რა გორგასლის თავმომავლები და ვიძახეთ რომ არა, მაგრამ აი რაღაც გორგასალს თქვენ შეეხეთ და ცოტა უფრო ჩავშალოთ. ეს ამის ჩაშლა რამდენიმე მიმართულებით არის. ერთ-ერთი თემა მომდინარეობს იქიდან, რომ მონადირეთა ჯგუფიდან მომდინარეობს და ეს პირდაპირ გორგასლის ჯგუფი იყო და ეს გვარის, ესე ვთქვათ, გაგრძელება, წარმომავლობა და შტოს დაწყება გორგასლებიდან მოდის, ამ გორგასლიდან და მეორე პირდაპირ უკავშირდება მის ერთ-ერთ მხედართმთავარს, მხედართმთავრის თემას, რომელიც მის უშუალო რაზმში იყო და მასთან ერთად ბოლომდე ბრძოლობდა და მოიაზრებოდა, რომ ის მისი პირდაპირ გენური შთამომავალი იყო და ამდენად ბოლო წამამდე და ჯერ ამბობენ ის დაიღუპა და მერე მოხდა, რომ მას აბჯრის ქვეშ, კლავის ქვეშ, ესე ვთქვათ, დიდი ჭრილობა მიაყენეს და აი ესეთი თემა იყო და რამდენად არის აქ ისტორიული ფაქტები, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მეც ვეძებ და იმედია, რომ ხანძმეთ ტექსტებში და იმ არქივებში, რომელიც აი ახლა იმ იქეთა ეს მთელი მეოხის სივრცეა, მადღაზიათ იყო და სავსეა არქივის საარქივო მასალებით და სპეციალურად არის, რომლის ესე ვთქვათ, გამოკვლევის შემდეგ შეიძლება უფრო დეტალურად შეგვეძლოს მასზე საუბარი. თუმცა ნებროთთან მიმართებაში ეს ძალიან საკმაოდ სერიოზულია. მე ძალიან მალე გამოვაქვეყნებ რომანს კოსმიური ტანგო, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იქნება ნებროთიც და ალბათ ის გზა, რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. საინტერესო იქნება ნამდვილად. ჭიათურის რომელ სოფლებში არიან
გავრცელებული გოგსაძეები? ხეთ ჭიათურა ზოგადად კიდევ ერთხელ ვამბობ, ბევრგან არის გოგსაძეებით დასახლებული. ძირითადად ეს არის საელიოს მთის მიდამოებში სოფელი ბიღა, საიდანაც განშტოვდა. ჯვარი ეწერზე გადავიდნენ, მეორე რცხილაზე. ესეთი ცნობილი გამონათქვამებია, რომ ეწერი ქვია, ჯვარი ეწერი, მაშინ იყო გაუვალი, ესე ვთქვათ, საკმაოდ ესეთი ტყეები იყო იქ და მგლებით, ეხლაც კი უნაგერას მთა არის იქეთ გაღმით და იქ დღესაც კი მგლების საკმაოდ ესეთი ხშირი ვიზიტები გვაქვს ხოლმე. და როდესაც ეს ძმები წავიდნენ და დასახლდნენ იქ, სად დასახლდნენო კაცო? იქო ჯვარი ეწეროთო, ჯვარიო და აი ჯვარი ეწერთო და ჯვარი ეწერ და მეორე მთაში რცხილათია. ხომ, იქაც ესეთი ტყები და ისო აწვიმდათო იქო პირდაპირ გამოქვაბული ვერ იპოვეს, იმიტომ რომ რცხილათში ყველგან გამოქვაბულებია თითქმის ხრეიჩი, ზეციხეში, ქვეციხეში, საოცარ განში ხო, მთლიანი მიწისქვეშეთია, ნუ მითრიდატე პონტოელი, სულ ამით გამოდიოდა მე რეკეთ მუხურა, 9 ჯვარამდე, რაჭამდე, მთელი გვირაბების სივრცეებია, მაგრამ ნახეთ, იქ ვერ იპოვეს თავშესაფარი და კი მაგრამ რაკნესო და აი რცხილათი გადახურესო. რცხილებით გადახურეს, ხო, საყდე რცხილათი დაერქვა ამას ხა, აი ესეთი, აი აქ არის ძირითადად გოგსაძეების განშტოებები და მე ნუ კიდევ მიგრაცია მე ეს უკვე ხრესილის ომის შემდგომ განსაკუთრებით ბაღდათი რომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ხეთ მე მოდი გოგსაძეები მე ხა ჩემო ძვირფასო ნახეთ მეც ახლა მოდით ვიქნებ მიუხედავად იმისა რომ მესმის პასუხისმგებლობა მეცნიერული სკეპტიციზმისკენ გადავიხრები და ეს მხოლოდ არის მოსაზრებები, ჰიპოთეზები, თუმცა საკმაოდ ესეთი რეალური ლეგენდა ფაქტია. ესეთი რომ საელიოს მთა არის, ელიას მთა არის, საელიოს დღემდე ქვია ასე, სადაც წლების განმავლობაში, საუკუნეების განმავლობაში იყო სოჭს ვეძახდით, ხმელი ხე, ცნობილი ხე ეს ფოტოებიც არსებობს დღეს და ვისაც კი გაუვლია საჩხერე თერჯოლის მიმართულებით, საჩხერიდან იქეთ ჭიათურის გავლით, კაცხი ვისაც გაუვლია და გადაუვლია ბიღისერი და ის აუცილებლად შეამჩნევდა ამ სოჭს, ცნობილი სოჭია. ეს უნიკალური ლეგენდის შემცველია და რა, ქვევით არის ხარიფაშა, სადაც ესეთი მსხვერპლი შეწირვა იყო, ხარებს წირავდნენ, ხარებს ფაშში უყრიდნენ სატევარს. თითქოს ამით უნდა გასულიყო სატანა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხალხი შემდეგ იმდენად დაისაჯა, რომ სადაც დასახლებული იყო პარტახი, ბოლო პერიოდამდე, ახლაც კი პარტახი ერქვა, საოცარმა გვალვამ და ჟამიანობამ გააპარტახა იქაურობა. და ამ დროს გამოჩნდა მოძღვარი, ახალგაზრდა მოძღვარი, რომელმაც ბინა დაიდო, ესე ვთქვათ, ნავთსაყუდელი დაიდო ზუსტად იმ ადგილზე, სადაც საელიოს წვერია. მაშინ ეს იყო ტყით დაფარული და იყო უნიკალური დღები და ემს სოჭის მიმდებარე ტერიტორია, მაშინ იყო ასევე ღიად. საოცრება ის იყო, რომ ხა ჩვენ ვამბობთ, რომ კოსმიური, ესე ვთქვათ, გადმოსასვლელი იყო, პორტალი იყო ეს და იმიტომ იყო ეს სივრცე. ხო საოცარ ფანტასტიკას ვამბობ, მაგრამ ეს შეიძლება რეალობა იყოს. და აი ამ მოძღვარმა თქვა, რომ თქვენ უნდა მიიღოთ სამყაროს შემოქმედი, თქვენ უნდა მიიღოთ ღვთაება, თქვენ უნდა მიიღოთ ღმერთი, სიყვარული, სინათლე. და ერთხელაც რო არაფერი შველიდა და გვალვა იყო და ყველაფერი პარტახდებოდა, ამ მოძღვართან მოვიდნენ და მან თქვა, რომ ეხა იმის ნიშნად, რომ მე ღმერთი, ჭეშმარიტი მყავს და ყველაფერს ის ისმენს, აი ამ ლოდსო ავიტანო იმ წვერზეო. ეხლა წარმოგიდგენთ ეს საოცარი ციცაბო იყო, ანუ ლოდი, რომელიც იყო სისხლი გაზდიოდა ამ ხარების დაკვლისგან და ხარის დაკვლას ჩვენ სამშობლოში არ შეიძლებოდა. ჩვენ ხო კვირიას ღვთაებრივი არსი ვართ, თარინგზელები კვირიადან მოვდივართ, ეს სხვა მისტერი, ახლა ამაზე დრო არ გვაქვს, მაგრამ მართლაც ამ მოძღვარმა, რომელიც სწორედ გოგსაძეების გენური თემა იყო, უბრალოდ არ ამხელდა ამას, აზიდა ეს ლოდი, აიტანა ამ მთაზე და თან მიესვენა და თქვა, რომ მე გარდავდივარ, მოვა თაობა, როცა აქ ჯერ ხე ამოვა ჩემს გულიდან
და ამოვიდა მართლაც ის სოჭი, რომელიც საუკუნეებით და ეხლაც დგას ნაწილი და შემდგომად აქ ტაძარი აიგებისო. და თან საოცარი წვიმა მოვიდა. როგორი საინტერესოა დაახლოებით საუკუნე. აუ ეს ხანძმეტი თემა არის, უძველესი საუკუნის არის, ზუსტად ის ძელქვის ხე იყო, სოჭი იყო თუ არავინ არ იცის, დღესაც არის სამწუხაროდ იქ. ის და მე ამის აღდგენა ვფიქრობ და საოცარი ის იყო, რომ როცა მეუფე დანიელთან ჩვენ მივედით და გვინდოდა იქ კურთხევა ტაძრისთვის, საოცარი გვალვა იყო იმ წელსაც. ამბობ 2001-ში თუ 2-ში ზუსტად ახლა არ მახსოვს. და გაბრიჩიძეები მოძღვარი შიო შავნაბადას მოძღვარი და მისი ძმა დავით გაბრიჩიძე, ახლა მამა დავითი, როდესაც მივყავდა ჩვენ ამ ლეგენდას უყვებოდი და ახლა უცებ მითხრა, არ მითხრა ეხლაო რომ გაწვიმდებაო. და მოხდა საოცრება რომ იელვა უკვე კაცხის მიდამოებში რომ მივედით და როდესაც კურთხევას ვაკეთებდით ამ ტაძრის, ყველა მიცის თელმა სოფელმა. აი კოკისპირულად წვიმდა აგვისტოში და ჩვენ მოსასხამებით ვიყავით ამ მთელს ტერიტორიაზე და საბედნიერო დღეს მიტანილია იქ თითქმის ყველაფერი საპირე ქვები და უფალი ინებებს რომ ჩვენ ადრე თუ გვიან ეგ ტაძარს ანუ გოგსაძეები ტაძრის შენობაზე არა მარტო გოგსაძეები ზოგადად მთელი სოფელი და მთელი ესე ვთქვათ იმერეთის ის მხარე და მათ შორის თქვენც ბატონებო ალბათ მიიღებთ მონაწილეობას ამ ყველაფერში ყველაფერი მიტანილი ადგილს ბატონებო ესეთი ისტორიაა და გამოჩენილ გოგსაძეებზე რას გეტყვის ამ გოგსაძეებზე ნუ ჩვენ ერთხელ ვიხუმრეთ რომ ესეთი გამოჩენილი ყველანი გამოჩენილი დაბადებით ხარისხიანები ვართ და მაგარი ეს რა ვიცი ძალიან ბევრია ესეთი ამ წუთში ვახტანგ გოგსაძე გამახსენდა უცებ რომელიც საქართველოში ცნობილი რენტგენოლოგი იყო და მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი განვითარება და ჩვენ ჯერ კიდევ მასთან გვისაუბრია ულტრათანამედროვე თემებზე, ნეიროქირურგიაზე, ნეირონების რო აბსოლუტი რო უმოძრაოა იმაზე რაც მე ნასამ და წერო 2003 წელს ძლივს თემა მიიღეს და მე ბატონ ვახტანგთან ამ თემებზე საუბრობდი და ის უჯრედში მიმდინარე ღვთაებრივი პროცესების შესახებ საუბრობდა. ანუ ეხა გენერლები იქეთ მის დროს ხრესილის ომის დროს კარლო გოგსაძეს დაუბრუნდებით ცნობილი ფილოსოფოსი და რა ვიცი ხა ბევრი თუნდაც აი ვახტანგის ვაჟიშვილი აგერ ბატონო ჩემო ცნობილი დიპლომატია ზაალი ზაზა გოგსაძე არჩილ გოგსაძე აგერ მთელი პოლიტიკოსი და გამგებელი გახდა ბაღდათელი მე რა მნიშვნელობა აქვს ხო ჩვენ ყველა მაშინ გიორგი გოგსაძე ჟორა გოგსაძე ემელიონის ვაჟიშვილი რომელიც ცნობილი იურისტი და სამართალდამცავების ხელმძღვანელი და საკმაოდ ისეთი წარმატებული ადამიანი და იმ დროიდან სასულიერო ძალიან ბევრი სასულიერო პირის ხო ეხლა მაგათაც სიმონ გოგსაძე კიდევ სოხუმში გაგრაში ცნობილი იყო ეს იქაც ხელოსანი იყო მჭედელი იყო მათ შორის ცხენები თუ კი ვინმე იყო აფხაზეთში ყველას ეს ჩვენი წინაპარი ბაბუა ჭედდა და ასე შემდეგ რა ვიცი ბევრგან სასულიერო პირები ბევრნი იყვნენ მათ შორის იგივე ცხილათში გამეზარდაშვილებთან ერთად მოძღვრობდნენ ნიკოლოზ გოგსაძე მოძღვარი იყო და ბევრ მიმართულებით ეს ხატვარი აკაკი გოგსაძე შემიძლია გითხრათ კიდე რომელიც გარდაცვლილია კი კოკა აკაკი გოგსაძე ვახტანგ გოგსაძე აგერ ეროვნული მოძრაობის თემა იყო და შეეწირა სამშობლოს და რა ვიცი ძალიან ბევრი ზოგადად ნიჭიერი ხალხი არიან გოგსაძეები ხრესილის ომი ახსენეთ ხრესილის ომში იბრძოდნენ ნასყი და გოგსაძე ერთ-ერთი მთავარსარდლის ფუნქციას ასრულებდა და ნასყი და გოგსაძის მას უკავშირდება მუჯირეთის მებრძოლთა ჯგუფი და ის რაც ხრესილის გადამტეხი გახდა ამ ბრძოლაში სწორედ მას და აქედან გამომდინარე მე სწორედ ამიტომ უბოძეს გოგსაძეებს მთელი ბაღდათი ესე ვთქვათ. დაახლოებით სულ რამდენი იქნებით თუ იცით გოგსაძეები? აი ხა მე დეტალები ნამდვილად არ ვიცი ესეთი სტატისტიკა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ვართ და იმედია რომ ეს გვარი გაგრძელდება. პატრიარქმა დაალოცა ჩვენი გვარი და საგვარეულო გერბიც, დროშაც, თელს ესე ვთქვათ საქართველოში მე ანუ თელ საქართველოში სადაც კი საქართველოს საზღვარია
საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს და საზღვრებს მიღმა გულისხმობ. მათ შორის არტვინშიც ბევრი გოქსები არიან. მე აღვადგინე ბაბუაჩემის ესე ვთქვათ ხელოვნება ჭედურობაში. ანუ ეს არის სატევარს და ხმლებს ჭედავთ და გოქსები ამზადებენ ამ ყველაფერს, ოღონდ ჩემი ნახაზებით არის. საქართველოში ძალიან ბევრის ეხლა მაგალითად იჭედება რეზო მიშველაძისთვის. შეპირებული ვართ. მოძღვარ ამირანაშვილს ეს უკვე გადაცემული აქვს და რამდენიმე ჩემს საგვარეულოს, როდესაც აქვთ რაიმე დღესასწაული და ასე შემდეგ, სწორედ ამ გოქსაძეების არ იქნება ეს ურიგო ალბათ უნდაოდ უახლოეს პერიოდში ამას ვერ შევძლებთ, გარკვეული დრო უნდა და აუცილებლად იქნება თქვენთვისაც ნამდვილად ესეა. აი ესეთი ამბებია მოკლედ და ვიცი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რახან დიდი ხნის მონაცემები გვაქვს, რომ ესეთი მოძღვარი არის ხეზელიც მოვუწევთ. იყო ჭიათურა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჭიათურიდან მოდიან გოქსაძეები რაჭაში. ასეთი მიგრაციული პრინციპით თუ ვისაუბრებთ, ასე უფრო ჩანს. ერთი პერიოდი საუბრობდნენ, რომ რაჭიდან მოხდა თითქოს მიგრაცია, თუმცა პირიქით არის რაჭის, ანუ 9 ჯვარი როგორც არის ერთის მხრივ ერთი გზა მუჯირეთსა და მუხურის ციხეზე, თამარის დროინდელი ციხეა მიდიოდა, მეორე ხრეითის მიმართულებით ესე რცხილათი მელუშეთის გზა გადადის და შემორევის ტბას უკავშირ შემორევის ეს ძალიან ესეთი მღვიმე წყალი გადის იქ და ძალიან სერიოზული თემაა ეს ისტორიული ფაქტია და ბუჯის ციხე არის ზესტაფონის მისადგომებთან, აი იქ გადის და იქ უერთდებოდა ამ ყველაფერს მიწისქვეშა თემა. ხო, 9 პირის თემა გამოდის მე შემორევიდან, ესეც უნიკალური ესეთი გვირაბებით მიწისქვეშეთი ციარულია, მითრიდატე პონტოელი სხვათა შორის საქართველოში პონტოდან უფლის ციხემდე, სწორედ მიწისქვეშეთით შემოვიდა და ეს ნობილი ფაქტია და მათ შორის ის ძები გამოიარა, რომელზეც ახლა მე თქვენ გესაუბრებით და რომელიც ისეთივე რეალობაა, როგორც ჩვენ ერთმანეთს უყურებთ, ოღონდ ახლა ის ჩახერგილია და ალბათ დადგება ჟამი, როდესაც ჩვენ მაგას აუცილებლად ალბათ, ნუ ჩვენ ახლა არ ვიცი, ჩვენი სიცოცხლე რამდენად ეყოფა ამას, მაგრამ აუცილებლად შევისწავლით რა. დიდი მადლობა ბატონო თემურ. მადლობა თქვენ. ინფორმაციისათვის. ვეცდებით გოქსაძეების ინფორმაცია თელ საქართველოსა თუ ქვეყანას. მე კიდევ ვეცდები, რომ უფრო მტკიცებულებითი ფორმატით გვეს ვისაუბროთ შემდგომში. ეს იყო გოქსაძეების გვარის ისტორია, გემშვიდობებით და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. გვარი გოქსაძე ბაღდათის რაიონშია გავრცელებული, მეტიც ერთ-ერთ უბანს მთლიანად გოქსაძეებსაც უწოდებენ. გოქსაძეების ფუძედ და საწყის წერტილად ჭიათურაში ელიას მთა ითვლება. ჭიათურაში ისინი სხვადასხვა ხელსაქმეს ეწეოდნენ, მათ შორის ჭედლობასა და ხატვას. ამასთანავე მათ იცოდნენ მშენებლობა და მსახურობდნენ მონასტრებში. დაახლოებით 1830-ან 40-იან წლებში რაჭიდან ორი ძმა, ვახტანგი და ლუკა საცხოვრებლად ბაღდათში გადავიდნენ. ბაღდათელი გოქსაძეების სიამაყე სწორედ ის ცაცხვის ხეა, რომელიც დაახლოებით 1925-ან 30-იან წლებში დარგეს. ბაღდათში გოქსაძის გვარი უფრო ადრე ფიქსირდება, კერძოდ 1578 წელს. ისტორიულ ჩანაწერებში გოქსაძეებს მე-17-მე-18 საუკუნეებში ძირითადად სახელოვან აზნაურებად მოიხსენიებდნენ. რაც შეეხება რაჭას, აქ გოქსაძეები სოფელ ველევში, ხონჭიორსა და ლიხეთში ცხოვრობდნენ. სოფელ ველევში გელა გოქსაძის ხელმძღვანელობით სამების სახელობის ტაძარი შენდება. 1925 წელს პროკლე გოქსაძემ წერა-კითხვის გავრცელებელი საზოგადოება ბაღდათში საკუთარ სახლში დააფუძნა. გოქსაძეების გვარი ფიქსირდება აფხაზეთის ომის დღიურებშიც. სამშობლოს მთლიანობისთვის ბრძოლაში გმირობით თავი მურთაზ გოქსაძემ გამოიჩინა. გოქსაძეების გვარი მოხსენიებულია მეორე მსოფლიო ომის ისტორიულ დოკუმენტებშიც. საქართველოს მასშტაბით დღეისთვის 2047 გოქსაძეა, მათგან 987 კაცი და 1060 ქალია. აღსანიშნავია, რომ 1960-იან და 70-იან წლებში თბილისის ზოოპარკის დირექტორის თანამდებობას გივი გოქსაძე იკავებდა.